უძრავი ქონების ფასი კვლავ იზრდება ფასების ზრდის მიუხედავად კი იზრდება გაყიდვებიც. ბოლო განახლებული სტატისტიკა ამჯერად კოლიერს ჯორჯიამ წარადგინა, რომლის მიხედვითაც თებერვალში დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3801 ერთეული შეადგინა. ამით ჩვენობლით ის გასული წლის თებერვლის მონაცემებს 20.4%-ით აღემატება. 34.4%-იან ზრდას აჩვენებს ბაზრის ზომა, რაც თანხაში გამოსახული 311 მილიონ ამერიკულ დოლარს ნიშნავს. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით დაახლოებით 22%-ით მეტია. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზრებზე. რაც შეეხება ძველ პროექტებს, აქაც ზრდაა და მაჩვენებელი თითქმის 15.7%-ით არის გაზრდილი. გასულ თვეში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის თებერვალთან შედარებით გარეუბანში გაზრდილია 9%-ით, ფართო ცენტრში 8%-ით და ქალაქის ცენტრში ორჯერ მეტია ზრდა 14.7%-ის ფარგლებში. რაც შეეხება ქალაქის ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე არსებულ ვითარებას, აქ ფასებმა 15.1%-ით მოიმატა, ეს კი განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით. ქალაქის ცენტრის მეორეულ ბაზარზე 8.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 10.7%-ს მიაღწია. მეორეულ ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 6.3%-ით არის გაზრდილი. ძველი ბინების შემთხვევაში 2026 წლის თებერვალში თბილისში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი იგი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. გარეუბანში ფართო ცენტრში თითქმის 5%-ით და ქალაქის ცენტრში 11.6%-ით. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 8.5%-ით მოიმატა. გადავინაცვლოთ ზღვისპირეთში, სადაც უძრავი ქონების მთავარი მიმწოდებელი ბაზარი კვლავაც ბათუმია და ის რეკორდულ ზრდას კვლავაც აგრძელებს, ისევე როგორც მთელი გასული წელი 2026-იც ორივე თვეც ქალაქმა გაზრდილი გაყიდვებით და ფასებით დაიწყო. ასე მაგალითად, თებერვალში გასული წლის ანალოგიურ თვესთან მიმართებით ზრდა იყო თითქმის 20%, რაც ერთეულებში 1315 გაყიდულ ბინას ნიშნავდა. ბაზრის ზომა გაზრდილია 33%-ით და თანხაში ეს გახლავთ 82 მილიონი ამერიკული დოლარი. აქედან ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის თებერვალთან შედარებით კიდევ უფრო მეტად 22.7%-იან მატებას აფიქსირებდა, ძველი ბინების ტრანზაქციები კი დაახლოებით 13%-ით შემცირდა. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზრებზე. კოლიერს ჯორჯიას თანახმად, ბათუმში 2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების ზრდა ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე მოხდა, მათმა წილმა მეორეულ ბაზარზე 50% შეადგინა. გასული წლის თებერვალთან შედარებით უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე დაახლოებით 53.9%, ხოლო მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით არის გაზრდილი. ტრანზაქციების რაოდენობაში უცხოელი მოქალაქეების წილმა გადაუსწრო ქართველი მოქალაქეების წილს, როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზრებზე აღნიშნავენ კოლიერს ჯორჯიაში. რაც შეეხება ფასებს, თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის თებერვალთან შედარებით კიდევ დაახლოებით 13%-ით გაიზარდა და 1324 ამერიკულ დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 23.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე დაახლოებით 7%-იანი ზრდა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი რეალობას ნაკლებად ასახავს. აქვე გეტყვით იანვრის მონაცემებსაც, იანვარში ზრდა იყო 25%-ზე მეტი და ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა 1293 ერთეული. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის ორ თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა 2608 იყო. 17053 ბინა რეალის და 2025 წელს და ამ მონაცემით პირველად უძრავი ქონების ბაზარმა ბათუმში 1 მილიარდ დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. რაც შეეხება დედაქალაქს, 2025 წელს თბილისში 42267 ტრანზაქცია აღირიცხა, ბაზრის ზომა გაზრდილია 15%-ით 3.3 მილიარდ დოლარამდე. აქვე მნიშვნელოვანია, რომ 2025 წელს მშენებლობის პროცესში მყოფი ბინების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია 48718 ბინა შეადგინა. ამავე პერიოდში დასრულდა დაახლოებით 20000 ბინა, რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე დიდი გაფართოება. უძრავ ქონებაზე ბოლო წლებში მოთხოვნის შემქმნელ მთავარ ფაქტორებმა აქტორებად ადგილობრივი მოქალაქეებთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომის გამო ჩამოსული მიგრანტები იყვნენ, რომლებსაც შესაძლოა ამ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტებიც დაემატა.
თავის მხრივ ბინის შეძენის მიზნობრიობა თბილისისთვის ოჯახების დაყოფა არსებული ავარიული ფონდი და საინვესტიციო ბათუმისთვის კი უმეტესად ეს არის შესყიდვის მიზანი გაქირავება და მისგან მიღებული სარგებელი ანუ საინვესტიციო მიზნობრიობით ყიდულობა.